რასაშვებით გავხახო რა ხარ. მოკლედ დღეს ლენკასნაირი ამჟავებული ვიდეო უნდა გქონდეს. ჯიზუს. ლენკასნაირი ამჟავებული ვიდეო გვექნება, იმიტომ რომ ჟავ ჟელიბონი უნდა ჭამოთ. დავაგემო უნდა ვჭამოთ. просто ვჭამოთ. და გადავწყვეტ რომელია ყველაზე მჟავი. ვა, ეს ნასკი იყო თუ დაინახეთ. მე და გიორგი ზერთად სხვა რაღაცები მოგწონს რა განსაკუთრებით საჭმელს რაც ეხება. ერთ-ერთი რაში ჩამოყალიბდით რომ ორივეს მოგწონს და გვიყვარს არის ჟელიბონი. არის ლენკასუნი. კაცები, არის კაცები. არის ჟელიბონები და თან მჟავეები. და ძალიან მიხარია რომ რაღაცა ძლივს ისეთი უნდა ვჭამოთ, რაც ორივეს გვიყვარს. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის პროკოჯი, რომელიც არის სპორტულ საინფორმაციო პორტალი, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაათვალიეროთ სპორტული სიახლეები. აი ეს კიდე არის ტუტორიალი თუ როგორ უნდა ავიღოთ არხი და გავხადოთ ჩვენი, როცა ჩვენი არ არის. დიდი მადლობა რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ეს დებილობები ვჭამთ. ეს არის ტუტორიალი იმაზე თუ როგორ უნდა იზრუნოთ თქვენს ედიტორზე. იმიტომ კაი გემოხარ. ეს არის ჩემი საყვარელი ჟელიბონი, რომელიც გავსინჯე პანდემიის დროს, კარფურში ვიყიდე მაშინ და მაგის შემდეგ ყველგან ვეძებდი კარფურის გარდა. ჩემი საყვარელი არ არის, იმიტომ რომ არასდროს არ მიწევ. კარფურის გარდა და დღეს კარფურში რომ დავინახე, ისე გამიხარდა, თითქოს მან არ მიყვა სუთავიდან. მოდი სიმჟავეები შევაფასოთ. ნულიდან ერთამდე. გემით, მართლა გემით. გემოზე მართლა კარგი არის, მაგრამ ჟავი არ არის რა. მე მემჟავება ბოლოში, ოდნავ წაკრავს. გემო 10-10-ია. სიმჟავე აქვს 4 ნახევარი. 3-2 რა. შემდეგი იყოს ეს, რომელიც მე მომეწონა. ეს მენა კარფურის ტავარია თან. უი, ის წინა ვერ და 4.75. და ეს ACD, ეს ღირა 5.85. ჟავია. მე დიმას ჟავია, იმიტომ რომ ეს ჟავი უნდა იყოს. თავს რომ გახუტიებინები. ეგ უკვე კაი მჟავეა. ვა, ეს გემრიელია თან. მან ძვირი, მაგრამ ბევრია. საკმაოდ ძიმეა. ანუ ეს უყურია. ეს არის 250 გრამი. გემო იმდენად კარგი არ აქვს, როგორც მჟავეც აქვს რა. ანუ იმის გემო უფრო მომწონს მე. რამდენი ჭამ? ის რამდენია კი ეს საჭმელი? ეს ჟელიბონია რა. ნაყენზე ეგრე იძახე. აი, ნაყენზე ავიძახე. გემო ჩემს არის 9-10-დან და სიმჟავე არის 5. გემო არის 8 და სიმჟავე არის 5. აუ, წანა მაჭა. მაჭა მე ეს. მე სულ შენი არ უნდა შეგიჭამოს. ნიკა შემიჭამს. ნიკა არის ჩემი 9 წლის ძმა. რომელიც აშკარა კონკურენცია შემოდის ჩემთან. ეს არის საზამთროს გემო უნდა გქონდეს ამას და აწერია რომ ჟავე საზამთრო. ბებეტოა. არა. Juicy and cool lots of candy. ეს ლაიფჰაკი. აი, პარში არ გარაგვირია. ეს ძირი. გავთ სპაშა, ხემ ყოველთვის ძირი. სხვაზე განახებთ ამ ლაიფჰაკს. აჰა, მჟავია. არც გემრიელი. არც საზამთროს გემო არა, აწაია საზამთრო, მაგრამ not sure. გემო ჩემთვის არის 6, სიმჟავე არის 0. აი, საერთოდ არ აქვს. ვაფშე. მაგრამ როგორც ჟელიბონი იჭმანა. ცოტა მაგარია თან, ანუ ბილი ეს არ არის რა. თულად იღეჭება. ყოლეობა. ესენი ყველა 3.25 ღირდა როგორც მახსოვს. სუპერ მჟავე აწერე. აი, სუპერ მჟავე მაინტერესებს. აუ, რა შაქარია, რა წებოვანია. სუპერ ყლეობაა მე. ვაფშე არ მჟავე, მობილს გაფრთხილოთ ამ. ამას აწერია სუპერ მჟავე შეჭამ. ყბილია. იმენად ვიდე. აი, შაქარი აყრია გარედან. არა, ეს რა მომეწონა. გემოზეც არ მომეწონა. გემო ალბათ ინაჯობდა გემოზე. ხო, გემოზე ჯობდა, უფრო წვიანი იყო. აი 7-8 ალბათ. ამის გემო არის 6-ია. ჩემი აზრით გემოზე 7-8 არის, მაგრამ მჟავიანობით იმენა 1 არა, 0-ია ესეც. Next, ისევ ეს არის ამისი იმედი უფრო მაქვს. ამას აწერია, რომ არის ჟავიანობის რეგულატორი აქვს. ანუ ჟავიანობის რეგულატორი რაც წეწერა, ისინი ვიყიდეთ, რა? და ჟოლოს არომატი უნდა გქონდეს. გავჩი ეს ამ კომპანიამ აღარა დაგტროლა. ამას ოდნავ აქვს. არა, ჟავი არის. თვალე ოდნავ. რაღაცა ბოლოს რო ჩაყლაპო მე. მაგრამ ჟოლოს გემო არა. რაღაცა ტილოს გემო აქვს. ნაგუის ტილოსი კი არა. იცი რომელი ტილოსი? სანზაროში ტილო გაქვს. სურო წყალს იმაში. როგორც მაგას როგორი სუნიც აქვს, ეგეთ გემო აქვს რა.
მაგრამ მჟავე არ არის. ეხლა მე ესე მეკნა. არის, მჟავე არის. მაგრამ ისეთ მჟავე არ არის, რა. ოდნავ წაკრავს. არ შეგვეჩო. როგორ მივხვდი რომ მაგას აპირებდი? გიორგი ჟელიბონ დესტროიერ. გემო აქვს 7. მჟავიანობა 2. გემო აქვს 0. იმიტომ ახლა ტილოს გემო აქვს. მაგრამ მჟავიანობა აქვს 5. ცოტა მომწერა გუშინ ხამე. ბილცეფსის ნახევარწრისაა. და მე მივწერე რომ მეთქი რა იყო მეთქი. რატომ მომწერე? და შიოდავა. რა უნდა? არ ვიცი. ძუძუ უნდა გეჭმია? რა ვიცი, მედია ჩემ ჭამას არაფერი. აი ჩუპაჩუსის რაღაცა. აუ ის ბოლო რა, კაი მჟავე იყო ბიჭო, აუწია იმას 7-ზე. ეს უნდა იყოს მჟავე. ექცალი ყოქს. აუ როგორ მიყვარს ესენი? გაყავთ. არა, მარტო მე უნდა შორჭო. ეგეთები ხარ ხალები. არ არის მჟავე. ხეჭმაზიც არ არის. ჩუპაჩუსის გემოა. პროფესორ ჩუპაჩუსის გემოა. სხვათა შორის ჩუპაჩუსის ლოგო სალვადორ დალის დახატულია თუ ის. აპრეშე გამოგებდოთ იგი ინფორმაცია რა. გეგდოთ რა. მე ხო აი ვიდეოში ხო თქვი რა სამწამიანი მონაკვეთი ხო შევქმენი არაფერი და იქ რა თქვენ ჯამში გამოვიდა. კაი, მორჩოების ჯამი. არ დაგვიწერი არაფერი. გემო კაი აქ მჟავე არ არის. 10-0-ზე. აი მენა 10-0-ზე. გემოს არ აქვს, იმიტომ რომ ღეჭვის ფუნქცია არ ქონდა ამ ჟელებონს, შემთხვევით ძალიან რთული იყო დაღეჭვა. მე ყველებზე მაქვს მიკრონი. აუ ეგეც. და თუ ისინი დავიწყე, ეს არის. აი ამის გამო. გემო აქვს 6. მჟავიანობა 0. რა არის? აი ამაზე მაქვს ყველაზე დიდი იმედი. არა, მე ჩემოზე მაქვს. ეს ვეგანურია. ყლეობა იქნება, აბარა. აი, წესიერად. ატივიაცი ადამიანებს რომლებიც ხორს არ ჭამენ. მე ჟელებონი მირჩენია რომ ვეგანური ვჭამ, იმიტომ რომ ძალიან არ სეონებს ის ფაქტი, რომ ღორის ქონის ამინომჟავებიანი არ ვჭამ. ძალიან მომწონს გემო, არ სწორად არ გამიგოთ, უბრალოდ იდეა არ მომწონს რა. იდეა და ფული და ერთი შანსი ეგეთ გადაცემა იყო შენ ბავშვობაში. რა ეს დრიმბოლო. აი გოგონო ყლეობა ვეგანურია და მაგით უეჭველი მაგითო რა. ან ვეგანებს არაფერს არ გეჭით, მართლა. კარგი იდეოლოგია იმისთვის რომ რაღაცა ყველაზე და ყველაფერზე იზრუნო დედამიწაზე, მაგრამ არ ვარ გადამოწყული რა. ვეგანური ქათამი და აღარ ჟავე არ არის. არც ჟავე არ გემრიელია, პროსტა ლამაზია. ლამაზ ფერია. ანუ ჟელიბონად არ ვარ და. ვეგანურ ჟელიბონად შეიძლება. აუ ვიღაც დაგვიწესო. მაგრამ გონია რომ ხელებს ჭამს ეს პედერასტი. ის დაწერს მაგას პედერასტი ვეგანი. 3 და 60 ჩაურიცხო TV-ს ანგარიში. როგორ კაი კომბო პედერასტი ვეგანი. ლეჩი და ხო. მე არ ვარ ვეგანი. პედერასტი. და ხმარა მომიერია ხო? მე და შენ იმიტომ ვართ ერთად რომ 4-ს დავუახლოვდე. არა. ხო, ამის ძმაზე მაქვს გათვლილი გეგმები რა და ეგაა. კარგი. 3 და 25 ღირს გემო არ ვარ და გემო. სიმჟავე არ ვარ. გემო 4, სიმჟავე 0. 2-0-ზე. აი ამაზე ვამყარებ იმედებს. ვეგანური არ არის. ხო, ესეც იგივე კომპანიაა, მაგრამ ვეგანური არ არის ეს. და ეს უნდა იყოს, ენის საღებავია. გაიწერეთ. Hello painter. ისე კაი. აი, საცერია. როგორი ისეთი არის? გამარჯობა. გამარჯობა მხატვარო, ავსტრიელო მხატვარო. ჩერჩილს არა, იმ ინგლისელი რო არ მოკლა რა, აი 18-ში. აი, რო გადაურჩას სიკვდილს. ხო. გიზდები გოგონო ისტორია იცი. ინგლისელი ჯარისკაცი ხო მოკვლას აპირებდა ჰიტლერისას. არა, აპირებდა, იმიტომ რომ როდაინახა მარტო იყო, ეგრევე არ დაუპირებია. ხო, ანუ მისია ხო იყო რომ უნდა მოეკლა, მაგრამ შეეცოდა ეს მხატვარი და არ მოკლა. მისია, აბა რა არის? მისია, ხო და რო მოეკლა ამონათებდა ის ჩელენჯ კომპლეტები. ომში რომ მიდიხარ, შენი მისია რა გადმოეკარბოდა. ოქროები ეს კოინები დაემატებოდა და მომდევნო რაუნდში უკეთესი არას იყიდა. ომში რომ მიდის ადამიანი, უნიტაზის მოპარვა ხო არ არის მისი დავალება. ავი, შეიძლება არის. გვაგვაქტები რა წაიღეს. რა კარგად დაეჯო ყველას და ყველას ეს მომეწონა. აუ დარჩლეში ზის ხოლმე ჩემ ვიდეოებს და აი ეს ამოჭერი. პასი შენ ამოჭერი თლიანად. სამეულო. აი ამასაც წერია რომ უნდა იყოს ენის საღებავები და მე ლურჯი მეთქი რა. შენ გაქვს. თან ძალიან ლურჯი გაქვს ხო. მე ავატარი ვარ.
ოღონდ ის სალატ არის არა. მუნციკი. კინოა არის ვარ. ეს ყლაპია. მჟავეა. ეს ყლაპია. აი. შინდის ყლაპია. ბან მჟავე არის. გემ კაია. მე მოვიდა შინდის ყლაპი მაგრამ მევასება. კაუჩე 8-8-ზე. ხო, ზუსტად. არა, სიმჟავე 8 არ არის. აუ 6-ია. 8-6. Next. ეს არის ბებეტო, ბებეტო სხვა ფასებია. ბებეტო და 3.50. ეს ჩემი ჩეკებია, ბიჭო. სხვათა შორის ეს ვიდეოც კაი ძვირი დაგვიძა ჩვენი კაცებს. აუ, რა კაი მჟავეა ეს. რა? აუ, ჩემი. თუწნი თანმის მაგეტაპლა. მაგჟავეა. მე აღეჭვით მივიყანე. ეს მაგარ ტექსტი ფულოდი. ამას მართლა მომიჭრიან და დამინდებენ. თუწნი თანმის. მე აღეჭვით მივიყანე. აი იყო ბა. Yeah. გემო არ ვარგოდა მე მგონი, მაგრამ ჟავე კაი იყო. 7-7-ზე. აუ, არა, 8-ზე. გემო 8. ჟავიანობა 7. მე პირიქით, 7 გემო ჟავიანობა 8. ტოიბოქს რაღაცებზე გიждები. ვერ ვიტან ტოიბოქს. მამა ჩემი რაღაც გოლს ამყიდულობდა ბავშვობაში. არც მე არ მყიდულობდა, მაგრამ ამოვიდა. აუ, შეიძლება მოგვანები და შუაში რომ თეთრი ყალა. მე როგორ მომ. რო ჭარ მაგას უჩვენე თეთრი რაღაც ქონდა, ხომ მოგა? მე გენიალურია, ეგ სტილია მომწონს ახლა. გემო ძალიან კაი. გემო კაია, გემო. სიმჟავეა 0. გემო ნოქია. მეცად. დაიაო. ეს აღირდა 2.55. 8 და სიმჟავე 0. სიმჟავე ზოგ 0. ხო. კი. ეს ლამაზია ტრო. Next. მუმიტროლი. მუმიტროლი სადაუჯგუფია. მე ხარ დამოჯონა უსებიებს. ანუ აუ, ამაზე მაინც ვქნა ეს ლაიფჰაკი. აი ამას გულისხმობს რა. არა, ამას არ გულისხმობს. ეს ლამაზია, ნახლა ლამაზია. ეს არის სუპერმენი. ან ზორო რა ვიცი. რა, ეს უნი აქვს. სარეცხი საშუალების უნი აქვს, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ორივეში ერთ-ერთი რაღაცას უკეთებენ ქიმიური შემადგენლობით, მაგრამ გემოს. აი მე. არა, ბრა. ჟავეა. რა ჟავეა, ყლეობა. გემო 0, სიმჟავე 0. მართლა გეუბნებით, საერთოდ საპონი თუ არ გექნებათ ეს იყიდეთ და ამით დაიბარო. ჟელე, ხო თქვი, სარეცხი ფხმების. იმენა სარეცხი ნახეს შეჭება. არა, იყოს 4 არ დავტანჯოთ. 4 არ დავტანჯოთ. გადაყრე იქით პროგრამა, რა, პროსტა. ისევ ტროლია, აღარ მინდა ამათ დაშევით. არა, ეს სხვანაირი ექნება. იგივე ყლეობა იქნება. ეს სხვანაირი. ჭამა. ეს ვეგანურია. It's vegan. ზერის ყლეობა იქ, ახლა ვეგანური უფრო მომეწონს. არ ჭამა. არ მოგჭამა. აი ესა სწორი დამოკიდებულება. ჟავეა, გარედანაც აქვს ჟავეა. მაგრამ აუში შეიძლება მოგეწონოს. კაია. მარმალადის გემო აქვს. მარმალადი. ჟავიანობაში ალბათ 8-ს დავუწერდი, მაგრამ აი გემო აქვედება. აქვედება. ძალიან კაია. საერთოდ ფლეჟობია. ბებეტო, ეს წერა. ბიჭო, ანახე. აი ამაზე გავაკეთებ იმას. არ გამოვიდა. რა მომწონს. ეს ზინა. მე ვისწრებ რა ჩემი როს გემოა. მოკლედ ეს არ მოგვეწონა რა. იმენა. რაღაცა ჩილის გემოა. მართლა. შეჭამ. აჰა. თქო ცუდი ჩილის გემოა. გემონოლი ჟავენოლი იმენა აი. აი ჟავიანობა აქვს 0.5. აი რაღაცა იგზნობა, მაგრამ გემონოლი. რა ბანძი ჩილის გემო ხო აქვს. ხო, აი ეს ნახე საერთოს გადაცემაში ნახე მე და დავინტერესა მე თქვა რომ გადავიღო თქო და მე პარაგრამ ყველაფერი გადავიღე. ძალიან ჟავეაო იძახიან და არ ვიცი მე brain blaster ქვია. ყველაზე მეტად მომწონს მე ის რომ 1.5-მდე დაალაგებული ჟავიანობა და შეგვიძლია მართლა შევაფასოთ ანუ ის იმედმ ჟავია თუ არა რა. მოდი დავიწყოთ ერთიანებით. просто მე მეგონა რომ ერთი და იგივე დონეზე მარტო ერთი პროდუქტი ქონდა და ფასად განსხვავებულად არის. რამდენიმე სხვა პროდუქტი არის, აი ესეც 4 არის და ესეც არის. და გემოებიც. მე ძალიან მინდა sour patch-ების ჭამა, მაგრამ აღარ იყო. მე ეს მინდა რომ ყველაზე მეტად გავსინჯო. მაგეთ დავიწყო. ეს არის პირველი დონე რა, სიმჟავის.
უი, ჟელიბონებით იღეჭება. მაგრამ რა არა. ჩარტა. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი არის თითქმის ძალიან იაფი რა. ლანახევრები ღირდა. ეს ღირდა მარტო ხუთი. არა, მჟავეა. მჟავეა. ანუ მჟავიანობა აქვს 2, გემო აქვს 5. ხო, იგივეა. ზუსტად იგივეა, ჩაყარე? პროსტა დახარისხებულია მარტო ლიმნის და იმის არომატებით. არ არის იგივე? ეს ხანერ. უი, არა, ეს იგივეა. ანუ უფრო მჟავეც არის. ეს უფრო მჟავე, ცოტა. დონე იგივეა. მაგრამ დონე იგივეა. სავარაუდოდ ეს იგივეა, პროსტა გემოებია სხვადასხვა რა. Okay, next, მეორე დონე. ეს პროსტა მე მინდა ამოვარჩიო კაი ბლუბერი. ეს გავხსნათ apple. watermelon, ეგ შენ გახსენ მე ბლუბერს. მაშინ მე watermelon-ს გავხსნი. ის რატო გინდა და გაგვეცნა შენ თუ მოგიცალებას პაპირები. ეს არის მეორე დონე რა. ამას შეხედეთ. არა, ქულები არა. ბა, ის გემოზე ძალიან კარგი არის. ის წინა. უსო. აუ, მოიცა ესეც გავხსნათ რა. აჩაჭა. Okay, მეორე დონე. ისი რა არის? იავია. მე ხვდია, ხდება? ამაში არის ჩანერგილი ისინი წაყარავს ჭამთ. არა. კი. ეს ბევრად მჟავე არის. ანუ მჟავიანობის სხვა დონით, ოღონდ? აუ. What the fuck? I like it. კაია. გემო აქვს 10-9. მჟავიანობა 3. ეს ჩაღეთი გეხოწრე. მე მგონია რომ ეს იყო ეგეთი მჟავე პროსტა. ასალე. ეს ძალიან განსაკუთრებულად მჟავეა აშკარად რა ეს. ანუ გემოები ჩვება თავისას. ვაჰ. ეს აი იყო. ვასლი ჩამეწერა ჩაგვიცი ცოტა მაგრამ. სიმჟავე აქვს 9. ხო, ალბათ აბიჭო, მაგრამ 9-ს ვერ დაუწერე, იმიტომ რომ კიდე 7 დაუწეროთ სიმჟავეს და გემო 10-დან 1-ია. კი, გემოთ ძალიან კაი იყო. აუ, ეს არის შესასმელი. არა, ლიკვიდია იმენა. დეოდორანტის რო არის, ხო, ეს წასასმელი, ეგეთია. ენა უნდა აქვს. არ ვიცი. ის არ ეწერა. აუ, მე მგონი საერთოდ მინდა საკეთებდა, ხო? შენაჭა. მოდი. ძალიან მოუხერხებელია საჭმელი. საშ წაიღე რა. ნიკა მაშინ წამოშენ ხო ჩვენ გავიგე. კაი, მე სამ დონეზე შევჭამ მაშინ ამას. ის კაია, ძალიან კაი მჟავეა. აუ, რა კაი მჟავე იყო. რა იხსნება? აი, ეს ჩუპაჩუსებია, ხო? ხო, მაგრამ ნახე რაღაცეები ყრია და. ეგრე უნდა გაგიხსნა ჩემი ეს. ეგ უნდა მეთქვა. უნდა ჩაათო. ჩვენი სპონსორი არის შეგახსენებთ კროკოჯი, რომელიც არის სპორტულ საინფორმაციო საიტი. აიქნება ამონათებული. და ლამაზი ლოგო აქვს, შეპედო მოსაზრებით. ძალიან ჯავეა, უბრალოდ აი რა გემოცადა. თვითონ ეს არ მომწონს რა იდეა. მე გაგას იდეა დამევა. ხო, აქაც რაღაცა ფუნილი არის. ეს ისა ბავშვი ვენაზე იყრიდა და ჭკანონობს რაღაც არ შვებოდა. ამას არ შევჭამ. თუ შევჭამ. და ბავშვი ძალიან მიყვარდა. არა, მე გემოთ ვერ ვგულო. რაღაცა დუ პირში. ვაი მე დაარავე, გადაყლაპანი წყალს დაგიგროვდა. ვაფშე ვიჟავე. ბავშვობაში ფული რა გქონდა ხოლმე და ვიღაც ჩემი ბუნელები ამას რო იღებდნენ და ენა რო წერდნენ და ეს ხმა რო გამოდიოდა მე ვაბოყნებდი ხოლმე და ვითომ ეგ ხმა გქონდა. მაგრამ მე ვაფშე ვერ ვიმჟავა ეს. მე რო გადაყლაპე მჟავე იყო, მჟავიანობა იყო 9, თან რო გადაყლაპე. მაგრამ ისე არ აქვს რა. და გემოც არ მომეწონა ზია და არც იდეა. შხამ ქიმიკატია ჩემთვის. ვაიმე, ჟელიბონია. ძალიან შხამია. ყველა ჟელიბონი შხამია. ესეთიც არ არის. ნეგა ვაშლის არ მინდოდა. Next. აია. ეს კაი ჯავე. კაია. აჩაღლაბო. რატო კუძე მეუწოდა? მე შევდავდი განეზე. რა თუ წაიღებ სახში? სახში არ ხარ? გემოც კაია, თუმცა ჯავე არ ანუ გემოში მართლა ყველა ძალიან კაია. ევა დავდავღეჭავდე. უკევად მე შედარღვეჭავდი ალბათობით, რომ სხვა რაღაცები მეჩვენა, რაც შექმნა, მაგრამ მაინც კაი გასართობი ისაა რა. კაი, დარჩა ბოლო დონე. ბოლო დონე და ესეც გემოებითაა, ხო, როგორც გავიგე. მე ვჭამ ჟოლოს გემოიას. მეც ჟოლო მინდა ან რამე. ღია ჟოლო.
აი black currant-ი მინდა მე ბავშვი. აი ეს უნდა ჩაღეჭო ეს როგორც ბატონმა თქვა. ძალიან მჟავეაო. აუ, ამჟავეა. და ძალიან კაია. აუ, აი როგორი მჟავეა, ესე ვერ ვჭამ, მაგას მოვაგდა. ძალიან კაია. მჟავეანობა აქვს 10-დან 20 და გემა აქვს 0. არა, კაი გემოა. რა გინდა გემო? არ მომწონს. ყველა მე მაინც მოგეწონა, მე მგონი 4 ნომრის გემო. ვაშლის კევი. ხო. მაგრამ ევაზ არ ვარ. ხო. რა კევის რეტროა. მაგრამ ძალიან კაი იყო. ეგეც და პირველ დონეზე ორივე კაი იყო. ჩემ ფავორიტი არის მაინც ეს რა. გემოთერა მჟავეანობა. მჟავეანობა აქვს, მაგას ვაფშე არა აქვს. ანუ ესენი რაც ვჭამეთ ბოლოს არის მართლა ძალიან მჟავეები, მაგრამ აი არ მომინდება არასდროს რომ ვჭამო რა. აი რა. ნუ მჟავეები. მაქსიმუმ მესამე დონის საზამთროს და ის რო იყო გზელი ჟელიბონაში ეგან. მაგრამ ეს ჩემ ფავორიტი მოკლედ. მეორე დონე იყო ყველაზე კაი მე მგონი რა. მეორე დონის გზელი ისეინაც. მეტი არაფერი აღარა გვაქვს სათქმელი. საჭმელი. არ საჭმელი. დავალ ეხლა მე მთელი დღე მომიწევს ლენკას მჟავეანობის ატანა, ამას დამატებული და არ ვიცი, შეიძლება მჟავეანობის იმითი ცოტა ამივიდეს, მაგრამ ძალიან ცუდ ადამიანებს მახასიათებს ხოლმე, მაგრამ ტყუილია ფაქტია, მე ვხუმრობ ხოლმე, რა თქმა უნდა. ხო და მე კი მაბულინგებენ და ამას ხუმრობით არ აკეთებენ, მაგრამ მაბულინგებენ, მაგრამ რა ვქნა. მე ვარ ლამაზ გოგოი ვარ, უზაიტან. ხო, მე შეგვიძლია. დავდნი. გაიგო. ხო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და შემდეგსაც უყურეთ. სწორედ იკვეთ. ყველა მიყვარხართ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და პატივიაცით მშობლებს. და არა. პატივიაცი ინტერესა შესა ისე როგორც მოყვარეს ეს. ჩვენი სოციალური ქსელები იქნება ვიდეოს ბოლოს აღწერაში და გამოგვიწერეთ ყველგან, გამოგყვეთ, იქ რო აქტიურები ვართ და იქ ნახავთ ჩვენს რეალურ სახეს. რომელი თქმა უნდა ნახავთ ლენკას რეალური სახე. ნახავდეს.